მოგესალმებით ბატონ გიორგი, მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად. კი ბატონო, ეხლა არის 19 საათი და 2 წუთი, ანუ დაახლოებით თუ იქ რაღაც ლოჯისტიკამ არ წაიღო დრო, პრეზიდენტის სასახლეში დაიწყო შეხვედრა ოპოზიციონერ ლიდერებთან. წესით და ჩემი ინფორმაციით თქვენ გელიან იქ. მე როცა მელია, ყოველთვის იქ ვარ ხოლმე, სადაც საჭიროა. ამიტომ მაგას არ აქვს ახლა ძალიან დიდი მნიშვნელობა, მე სადზი ვარ ეთერში თუ შეხვედრაზე. არა, მე მიხარია რომ თქვენ აქ ხართ, მაგრამ ჩვენს კითხვებს რომ პასუხობთ ამისთვის და მაყურებლის ინტერესს რომ აქ მაყოფილებთ, მაგრამ რატომ არ ხართ იქ, მაინც მინდა რომ განვიხართ. ჩვენ ამ პროცესში ვართ, ჩვენ იქ ვართ, ძალიან აქტიურები ვართ, ყველაზე აქტიურები ვართ, უფრო მეცაც გეტყვით და პერსონალურად ახლა ვინ იქნება წარმოდგენილი, ხან მე ვიქნები, ხან ჩემი კოლეგები. თქვენ არასდროს არ ყოფილთ. არა, რას ბრძანებთ? ასე შეიძლება სალომეზურობაში შეხვდით, მაგრამ აი ხალხმრავალ პარტია მრავალ შეხვედრაზე ყოფილ ხართ? რას ბრძანებთ? რა თქმა უნდა ყოფილ ვარ. როდესაც საჭიროა, მე ყოველთვის იქ ვარ, ზუსტად სადაც საჭირო ვარ და სადაც მელოდებიან. მერწმუნეთ. ამით არაფერი არ არის. არა, მაინც დავაზუსტე, ბატონ გიორგი, ნახეთ, გუშინ მაგალითად შეხვედრის კადრები რომ იყო, იქ მამუკა ხაზარაძე იყო, ნიკა გვარამია იყო, ანუ ამპოლ თინა ბოკუჩავა დღეს მიდის ნამდვილად ვიცი, ანუ ლიდერების დონეზე არიან იქ პარტიები წარმოდგენილნი. და მე რა მე ხან ვარ, ხან ჩვენი წარმომადგენლები, ხან სხვა ლიდერებიც არიან, ხან ისინი ერთმანეთს. მაქვს ინფორმაცია, რომ სალომეზურაბიშვილმა მოგიკითხათ. მე არ მაქვს ესეთი ინფორმაცია. არა? როგორც კი მომიკითხავენ, მე ვიქნები სადაც საჭირო. ნუ ღალავთ, ყველაფერი კარგად იქნება, მერწმუნეთ. ჩემი ყოფნით ან არ ყოფნით არაფერი არ ფუჭდება. დამიჯერეთ. თქვენი პერსონალურად იქ არ ყოფნა, მაინც რაზე ხაზგასმა იქნებ გვითხრათ. არაფერზე ეს ხაზგასმა არ არის. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ფაქტი და ამ ფაქტის კონსტატაცია, როდესაც მე საჭირო ვარ, მე ყოველთვის იქ ვარ, როდესაც არა ვარ საჭირო, ესე იგი არ ვარ. რა არის ახლა? ძალიან დიდ ყურადღებას უცნობ ტექნიკურ საკითხებს. არ არის ეს ტექნიკური? აბსოლუტურად ტექნიკური საკითხია. ის რომ თქვენ ფიზიკურად, თქვენ პერსონალურად ფიზიკურად იქ არ ხართ, ეს ნიშნავს თუ არა რომ რაღაც პროცესად შეიძლება პერსონალურად დააკლდეთ მაგალითად. არ ნიშნავს. არ ნიშნავს. კი ბატონო, ჩვენ შეიძლება ნიშნავდეს იმას რომ რაღაც პროცესს არ ვეთანხმებით, მაგრამ ამ არ დათანხმებას მე გამოვხატავ თუ ჩემი კოლეგები არანაირ მნიშვნელობა. რას არ ეთანხმებით? არ ხშირ შემთხვევაში ხო. მივყვეთ მე კითხვებით მივყვეთ. დეტალურად შევისწავლოთ. კი ბატონო. ესე იგი, რაც მთავარია, ჩვენ ვეთანხმებით იმას, რომ არჩევნები არის ახალი დასანიშნი ერთი და ქვეყანა არის სასწრაფოდ ევროპულ ტრაექტორიაზე დასაბრუნებელი და რა თქმა უნდა ჩვენ ყოველთვის გამოვყოფთ როგორც პირველ და ყველაზე მთავარ ამოცანად რომ მძევლები ახალგაზრდები, რომლებიც დღეს უკანონო პატიმრობაში არიან, უპირობოდ უნდა იყვნენ განთავისუფლებელი. მარტო განთავისუფლებული კი არა, მათზე ეს ვითომ რაღაც რა ქვია, სისხლის სამართლის დევნა უნდა შეწყდეს ყველაზე. ამაში ვთანხმდებით. იმის იქით ახლა ყველაფერი ტექნიკური საკითხია. კი ბატონო, აი ტექნიკური თუ არის. სალომეზურაბიშვილი საუბრობდა გარკვეულ დოკუმენტის შემუშავებაზე, როგორ მივდივართ ახალ არჩევნებამდე და საბჭოს შექმნაზე ოპოზიციური 4 ბარიერ გადალახული პარტიის მხრიდან. ამ საბჭოში თქვენ ხართ? არაფერი არ შექმნილა. ამაზე მხოლოდ ლაპარაკი იყო. შეიძლება დღეს იყოს ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ახსენა ზურაბიშვილს. კი ბატონო. ეს იყო საუბარი, არანაირი მსგავსი საბჭო ჯერ არ შექმნილა, როგორც კი შეიქმნება, რა თქმა უნდა ჩვენი გვიქნებით. რა თუ გადაწყვეტ იყოთ თუ არა? არა, ვიქნებით. საბჭოში იქნებით. კი ბატონო, დოკუმენტთან დაკავშირებით რა უნდა გააკეთოს? ახლა როგორ მივდივართ ახალ არჩევნებამდე? ამაზე სინქრონიზებული ხედვა არის? არა, ამაზე სინქრონიზებული ხედვა არ იქნება, ვერ იქნება. იმიტომ რომ მერწმუნად ახლა იქ ასეთა სხვადასხვაობა საკმაოდ დიდია. იმიტომ რომ არის რაღაც საკითხები, რომელსაც ჩვენ არ ვეთანხმებით, არის საკითხები, რომელსაც ხვები არ ეთანხმებიან. ნუ ჩვენი მიდგომა არის მარტივი. 29 დეკემბერს არც ცხოვრება მთავრდება და არც ამ ქვეყნის ისტორია მთავრდება და არც 20 იანვარს იწყება ახალი საქართველოს მშენებლობა. ამიტომ ეს არის პროცესი. მე ამ ყველაფერში ყველაზე მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რაც ხდება დღეს ქუჩაში. ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა. ამ დიდ მიღწევაში, რა თქმა უნდა, ქალბატონ სალომეს თავისი წვლილი მიუძღვის, ჩვენი წვლილი მიუძღვის, ყველაზე მთავარი წვლილი მიუძღვის იმ ახალგაზრდებს, რომლებიც იქ არიან. მე ამ პროცესს ძალიან ხაზგასმით, კიდევ ერთხელ ძალიან ვუფრთხილდები. და ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემა და გამოწვევა არის არა მართვადი მოლოდინები და ფუჭი მოლოდინები და დიდი იმედგაცრუებები, რომლებიც ჩვენ გვქონია ჩვენს წარსულში და ამიტომ მე ამ თემასთან დაკავშირებით ვიქნის ახლა ფუჭ მოლოდინებს.
რას ქვია ვინ ქმნის? იქმნება ესეთი ფუჭი მოლოდინები ხშირ შემთხვევაში, მაგალითად იმით, რომ 29 კარგი დაასრულა. არ იწყება, არ თავდება საქართველოს ისტორია და ცხოვრება 29-ში და არც 20 იანვარს იწყება რაიმე ახალი. კი ბატონო, ნახეთ 29 დეკემბერი არის მნიშვნელოვანი თარიღი და რატომ? ჯერ თავად ზურაბიშვილმა მონიშნა კალენდარზე, თავის კალენდარზე ეს თარიღი, როდესაც შეთავაზება გაუკეთა ოცნების ლიდერებს, რომ ამ თარიღამდე შევხვდეთ და ვილაპარაკოთ და ახალი არჩევნების თარიღი ჩავნიშნოთ და ასევე ეს არის ინაუგურაციის თარიღი. მოგწონთ, არ მოგწონთ, ლეგიტიმურად, არალეგიტიმურად მიგაჩნიათ, ის კაცი დადებს ფიცს და შეიძლება 29-ში 9-შივე თუ არა 30-ში გაემართოს ათონელის რეზიდენციისკენ. ამიტომ რაღაც მნიშვნელობა ამ თარიღს აქვს. ზურაბიშვილი აკეთებს ხაზგასმას, რომ ის 29-ის შემდეგაც შეინარჩუნებს რაღაც ატრიბუტიკას, სტატუსს, ლეგიტიმაციას. აი როგორ გესმით თქვენ ეს პროცესი, როგორ ხედავთ? რაღაც ორხელისუფლებიანობა ახსენა ხუხაშვილმა, რაღაც ასეთს ხედავთ? არ მინდა მე ამ დეტალებში შესვლა, დრო ყველაფერს აჩვენებს, იმიტომ რომ მაგალითად ახლა ეს მოწვევაც დაპატიჟება ივანიშვილისთვის ესეც სიურპრიზი იყო, მე წარმოდგენა არ მქონდა ამაზე. იმიტომ რომ რა თქმა უნდა ქალბატონ პრეზიდენტს ამის უფლება აქვს. ამიტომ რა იქნება 29-ის შემდეგ მერწმუნეთ ეს არავინ არ იცის საქართველოს პრეზიდენტის გარდა და ამიტომ ახლა რაც არ ვიცით იმაზე მსჯელობა, უბრალოდ რაღაც ის არის, რაღაც ილუზიებზე საუბარი. მისი გეგმა იცით? მაგალითად რას აპირებს? დიმიტრი ცქიტიშვილის მეშვეობით გაიგებთ? ანუ არ ვიცით დღეს ვინ არის თქვენ? არ ვიცი, შეიძლება დღესაც ეს გეგმა არ გახდეს ცხადი, ან ხვალეც არ გახდეს. მე არ ვიცი ამ გეგმის შესახებ. თქვენ თუ იცით, მითხარით? არ ვიცი, მაგრამ რომ იყოს ამაზე საუბარი, მაგალითად, მე გავალ რა თქმა უნდა რეზიდენციიდან და იქ ვინც უნდა შემოვიდეს, ან არ გავალ რეზიდენცი. ამაზე თქვენ ხართ თუ არა მასთან ერთად ამ პროცესში და ამ ბრძოლაში? ეს სრულად, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ახალი არჩევნებისთვის, ქართული დემოკრატიის და ქართული საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში ერთად ყველანი, მაგრამ ეს გეგმები, ხო 29-ში ქალბატონ პრეზიდენტი რას იზამს, მე არ ვიცი. რაც არ ვიცი ხო იმაზე როგორ ვილაპარაკო. ეს მისი პერსონალური გეგმა უნდა იყოს. ჯერჯერობით არ ვიცი, ჯერ არ ვიცი, შეიძლება 28-ში გვითხრას, ან 27-ში, შეიძლება არ გვითხრას. მე არ ვიცი, წარმოგიდგენ არა. და რაზე უნდა ვიმსჯელო იმაზე, რაც არ ვიცი. რა შემთხვევაში მიხვალთ პრეზიდენტის რეზიდენცია? მე როდესაც საჭირო იქნება, ყოველთვის იქ ვარ. ამისთვის საჭიროა რა დაგირეკო ზურაბიშვილმა, მისმა წარმომადგენელმა ადმინისტრაციის და პერსონალურად გითხრათ. რა მნიშვნელობა აქვს ამას? მთავარი არის რომ იქ ეხლა რა დეტალებს რაღაც უხერხულ ტექნიკურ დეტალებს მაყოლიდებთ რა და ვერ ხვდები ეს თქვენ რას გაძლევთ. მაგალითად 3-4 დღის წინ მე იქ ვიყავი ცნობილ იმ ადამიანებთან ერთად, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ. რა პრობლემაა იქ? კადრი არ მინახავს. კადრი რატომ უნდა იყოს? ხა უცილებლად ყველაფერი თქვენ უნდა მოგიყვეთ და მედიას მე არ მახასიათებს, მე მერჩვენე თქვენთან მოვიდე და აქ ვისაუბროთ. კი ბატონო, ძალიან კარგია, მე მომწონს ეს თქვენ რომ აქ ხართ და საუბრობთ, უბრალოდ მეჩვენება რომ თან ხართ პროცესში, მაგრამ თან არ გინდათ ვიზუალიზაცია თქვენი იმ ადამიანებთან. მე ამასაც არ მალავ და ქალბატონი სალომისთვისაც ნათქვამი მაქვს, რომ არის რაღაც ფასეულობებითი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც მე ერთიანობა იქ ზოგიერთ ადამიანთან ვერ მექნება ვერასოდეს. ეს ჩემი შესაბამისად არც კარწინკაში ეგრეთ წოდებულში მათთან ერთად ყოფნა არ არის. კარწინკა რა შუაში ხარ, რაზე უნდა ვისაუბრო მაგალითად, რაღაც ქვეყნის ევროპულ მომავალზე არ საერთოდ რაღაც გაბწყინებულ მომავალზე იმ ადამიანებთან, რომლების მიმართაც გარკვეული ნდობის პრობლემა მაქვს. ეს არის და ეს რა პრობლემა აქვს, ვერ ხვდები. ბევრია ასეთი იმ შემადგენლობიდან ბარიერად გადალახული. არა, უყურეთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს იმ საერთო მიზნებს, რომელიც მე ჩამოვთვალე და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, ეს არის ქვეყნის ევროპული მომავალი, ახალი არჩევნები და უკანონოდ დაპატიმრებული ახალგაზრდების განთავისუფლება. აქ აზრთა სრული ერთიანობა ეს ყველასთვის საკმარისი უნდა იყოს და ჩვენ ვართ იქ ყველგან სადაც საჭიროა და მოდი დავხუროთ ეს საკითხი, იმიტომ რომ ძალიან ჭორაობას გაქვს ხა ეს. კარგი, დავხუროთ ეს საკითხი. ერთ-ერთი თემა, არ ვიცი რამდენად შიგნით ეს თქვათ აღიარებული, მაგრამ ერთი კონკრეტული საკითხი ეს არის ის, რაზეც საუბრობდა გვარამია, რომ სალომე ზურაბიშვილმა უნდა პარლამენტი დაითხოვოს და ახალი არჩევნების თარიღი დანიშნოს. გსმენიათ ასევე თქვენი პარტიის წარმომადგენლების მეშვეობით, რომ ეს საკითხი განიხილებოდა და რა პოზიცია გაქვთ? არა, მე მსმენია, არ ვიცი ვინ არის ავტორი ამის, მაგრამ სრული სისულელეა. ამის განხილვაც ნიშნავს იმას, რომ
ჯერ ერთი ქალბატონ პრეზიდენტს აყენებს სერიოზული რისკების ქვეშ, ეს ერთი. და მეორე თვითონ პროცესს აყენებს ძალიან დიდი რისკების ქვეშ. ამიტომ ჩვენ ხო ერთი რამე უნდა გვესმოდეს. რა არის ჩვენი მთავარი პრობლემა და გამოწვევა, რომ ოცნება კონსტიტუციური ჩარჩოდან გავიდა. ეხლა ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პოლიტიკური წნეხი არ გაყვეს ამ ჩარჩოდან. ერთი თვით დავასრულე. რომ იმის მაგივრად, რომ წნეხი განვახორციელოთ, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვიმუშაოთ, რომ ეს პოლიტიკური პროცესი დავაბრუნოთ, კიდე ერთი აქტორის პოლიტიკური ჩარჩოდან გასვლით დავადასტუროთ და გავაправოთ ოცნების გასვლა? ეს არის პოლიტიკური პროცესი? ეს რა თქმა უნდა იქნება საჩუქარი, ეს იქნება საჩუქარი ივანიშვილის, რომელიც ამას გამოიყენებს მერწმუნეთ და ეხლა ჩვენ ვინც არ უნდა იყოს. ანუ ასეთი რჩევის მიცემი ფიქრობს, რომ ამით ივანიშვილი დაასაჩუქროს თუ შეიძლება ეს უბრალოდ ასეთი რჩევის მიმცემს წარმოდგენა არ აქვს რეალური პოლიტიკური პროცესი რა არის დღეს ქვეყანაში და საით მიდის. წარმოდგენა არ აქვს. ეხლა რა არის ამის мотиваცია და გამოწვევი მიზეზები არ ვიცი და არ მინდა ამაზე მერჩიელობა. კი ბატონო, 29-ის შემდეგ პროცესს როგორ ხედავთ? როგორც მივხვდი 29-მდე ჩვენი ივანიშვილის მისვლის მოლოდინი ალბათ თქვენ არ გაქვთ. ალბათ შეიძლება სალომე ზურაბიშვილს არ ქონდა ეს ნაბიჯი იყო სწორი პოლიტიკური ნაბიჯი, თუმცა მე ვფიქრობ, რომ არავის არ ქონდა იმის იმედი, რომ ეხლა ოცნება დაჯდებოდა და დაიწყებდა მოლაპარაკებებს ახალ არჩევნებზე. მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ჯერ საკმარისი წნეხი კიდევ ოცნებაზე განხორციელებული არ არის. ჩვენ ამ პროცესში ვართ და ეს პროცესი უნდა გავაგრძელოთ. ჯერ კიდევ პირველ ფაზაში ვართ. დამიჯერეთ და მე რომ ამბობ, რომ პირველი ფაზა დამთავრდება იანვრის ბოლოს, ესე იგი დამთავრდება იანვრის ბოლოს. და ეს მე არ მომაქვს აერიდან. მე ამას აბსოლუტურად პრაგმატულად უყურებ და არის კიდევ რაღაც ჯაჭვის ელემენტები, რომლებიც საჭიროა იმისთვის, რომ ეს პირველი ფაზა დასრულდეს. სანამ ეს პირველი ფაზა არ დასრულდება, პოლიტიკური დიალოგი როდის სრულდება პირველი ფაზა? დაახლოებით იანვრის ბოლოს. პირველი ფაზის რომელ ფაზაში ელოდებით თქვენ ოცნების მხრიდან არჩევნების ჩანიშვნას და რა არის საუბარს ამაზე მეორე ფაზაში. რა თქმა უნდა. იანვრის ბოლოს შემდეგ. არ არის საკმარისი წნეხიო. რა იქნება რა არის საკმარისი წნეხი? ეხლა კარგია რომ საქმეზე გადავედით და არ ვჭორთ. პირველი, ესე იგი ისიც საქმეა მაინც, მაგრამ კი ბატონო. კი ბატონო, იყოს. ჩავთვალოთ რომ მე გადავიხადე ისა რა ქვია რეიტინგის ვალი. შეხედეთ არა. ამის გამო არასდროს არ დამისვამთ შეკითხვა მერწმუნეთ. რა არის პირველი ფაზა? არ გვიჭირს რეიტინგი. უყურეთ, რა არის პირველი ფაზა? პირველი ფაზა არის რომ არალეგიტიმური გაყალბებული არჩევნების შედეგად დაკომპლექტებულმა პარლამენტმა ვერ უნდა მიიღოს ლეგიტიმაცია და ვერ უნდა მიიღოს ლეგიტიმაცია მის მიერ არჩეულმა ინსტიტუტებმა. ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ. ვერც პრეზიდენტმა. რა თქმა უნდა. ჩვენ ამას თან მიმდევრულად მივახციეთ. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება იმ აქციის ახალგაზრდების, იმიტომ რომ მერწმუნეთ ერთ რამეში დიანა, ეს აქცია რო არ დაწყებულიყო, ოცნებას ახლა თავისი გაყალბებული არჩევნები ექნებოდა აი გაправებული დაახლოებით 70%. აი იმ ბავშვებმა ახალგაზრდებმა გადაარჩინეს. არა მე, არა პრეზიდენტმა, არა პეტრემ და არა პავლემ. აი იმ ბავშვებმა, რომლებიც გამოვიდნენ და დაიწყეს ეს პროცესი, მათ გადაარჩინეს ეს პროცესი. რა, ამაში რა თქმა უნდა, მე განუსაზღვრად დიდი როლია ქალბატონი პრეზიდენტის და პირველი კიდე სხვა აქტორის. მაგრამ რა მივიღეთ ჩვენ შედეგად? ჩვენ შედეგად მივიღეთ, რომ არ არის შიგა ლეგიტიმაცია, შიდა ლეგიტიმაციის არქონას დაემატა არაღიარება საერთაშორისო და დღეს უკვე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ორგანიზაციები ამ ხელისუფლებას მოიხსენიებენ არც მეტი არც ნაკლები დე ფაქტო ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას. მაგრამ გაითვალისწინეთ, გაიცნების მინისტრი ან ეს არ ნიშნავს. ეხლა შეხედეთ. ეხლა წავედით შემდეგ. რაც მთავარია და რაც ჩვენ გვავიწყდება და აი ვიღაცები ბევრს რო ჭორაობენ, ეხლა არ მინდა კიდე უხეშად ვილაპარაკო რა. ავიწყდებათ ერთი რამ, ის რომ არალეგიტიმური ხელისუფლება ჩამოყალიბდა რეჟიმად და დღეს ჩვენ უკვე არალეგიტიმურ ხელისუფლებაზე კი ვლაპარაკობთ. ჩვენ ვლაპარაკობთ ჩამოყალიბებულ რეჟიმზე. ესეც იმ ახალგაზრდების დამსახურებაა და იმ ახალგაზრდების, რომლებიც დღეს უკანონო პატიმრობაში არიან. მიშა სააკაშვილის დამსახურება კი არ არის, რომელიც ტლიკინებს იმით, რა ქვია, იმედით და თავს ახსენებს რაღაც პოლიტიკურად და ჩვეულებრივი სასარგებლო idioти გახდა ბიძინა ივანიშვილის. მეტი არაფერი არ გახდა. რა იტლიკინა რაც. რა ვიცი, სისულელეს ტლიკინებს, ცდილობს რომ დააზიანოს ის პროცესი, რომელიც ქუჩაშია. ეს წარმოუდგენელია ხა რაც ხდება. ფაქტობრივად ჩათვალეთ, რომ სააკაშვილი გახოცდა. კი, მაგრამ ამ ლაპარაკის ინტენსიურობას გააჩნია რა. პროცესი ინტენსიურად ჩანიშნული და მაგრამ სააკაშვილი გაგვიქოცდა. ფაქტია, ხო? რომ დღეს და ივანიშვილი გაგვინაცდა? ივანიშვილი ძალიან მსგავსება მძიმე ფორმებს გაასწრებენ, მაგრამ აი ხლა უყურეთ, მთავარი რა არის დენა?
არალეგიტიმური ხელისუფლებიდან, რომელსაც ჩვენ მივახციეთ, ჩვენ მივიღეთ რეჟიმი, როგორ მივიღეთ? მივიღეთ რეჟიმი ისე, რომ როდესაც არჩევნები გააყალბეს და არალეგიტიმური ხელისუფლება გვყავდა, ისინი ამას დაამატეს, რომ გავიდნენ კონსტიტუციური ჩარჩოდან კონსტიტუციის არაშესაბამისად მოიწვიეს პირველი სხდომა. მე აირჩიეს. ამის შემდგომ უკვე იძალადეს, უბრალოდ ფიზიკურად იძალადეს, ამის შემდგომ უნდა დავასრულო, ეს არ არის მარტივი თემა. ამის შემდგომ აიღეს და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გააჩერეს, კიდევ ერთხელ იძალადეს კონსტიტუციაზე. ამის შემდგომ ისინი დაასანქცირეს, დასანქცირების შემდგომ გამოვიდნენ და თქვეს, რომ ის, ვინც დაასანქცირა, ჩვენ მათ დავაწინაურებთ და დავაჯილდოვებთ და თუ დასანქცირებულმა ადამიანმა მიიღო ფინანსური ზიანი, ბიუჯეტი მე და თქვენ აუნაზღაურებს ამას. ამის შემდგომ არალეგიტიმური პარლამენტისგან შექმნეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივები, გაამკაცრეს სისხლის სამართლის კოდექსი და საჯარო მოხელეებიც აიყვანეს მძევლად. ფაქტობრივად შექმნეს ინფრასტრუქტურა, საკანონმდებლო ინფრასტრუქტურა ძალადობის და რეპრესიების საჯარო სექტორზე. ეს უკვე ჩამოყალიბებული რეჟიმია და ეს ყველაფერი მოხდა დიანა 28 რიცხვის შემდგომ, რაც ქუჩაში აქციები დაიწყო და ამ ქუჩაში აქციები დაიწყო სამოქალაქო საზოგადოებამ, ახალგაზრდებმა და ამ ხალხის დიდი ნაწილი, ყველაზე აქტიურები დღეს უკანონოდ დაპატიმრებულები არიან და იმის მაგივრად, რომ ვიღაცეები ახლა განიხილავდნენ, არ ვიცი ხლა არ მინდა ყველა ერთად უნდა ვსაუბრობდეთ იმ ადამიანების განთავისუფლებაზე და მათ ჯანმრთელობაზე, იმიტომ რომ მე ვიცი შემთხვევები, როდესაც ადამიანები ადმინისტრაციული ვადის შემდგომ რომ გამოვიდნენ, უკვე ჯანმრთელობა დაზიანებული ქონდა. ზოგს ხუთი ნეკნი ქონდა ჩამწრეული და საერთოდ არანაირი სამედიცინო მომსახურება იმ ხალხს იქ არ აქვს და მე აი ეს მძევლად აყვანილ ხალხს საახალწლოდ ახალი პრეზიდენტის ხელით ივანიშვილი რომ გადმოგვიგდებს საჩუქრად ამ ხალხის განთავისუფლებას, ვიღაცას გონია რომ ჩვენ კიდე ბედნიერები უნდა ვიყოთ. ამიტომ ანუ ასეთ რამეს ამზადებს, ფიქრობ? თეორიულად შესაძლებელია, ხო? ამიტომ ჩვენ ამაზე უნდა ვილაპარაკოთ და რეალურ პოლიტიკურ პროცესზე უნდა ვილაპარაკოთ და იმაზე კი არა, რომ ვიღაცამ რაღაცა ბრძანება გამოსცეს, რომელიც უკანაც არანაირი აღმასრულებელი ძალაუფლება არ იქნება და უბრალოდ სასაცილო გახდება. ეს იქნება უბრალოდ კიდევ ერთი დასაცინი ნაბიჯი. გავიგე, შეიძლება ამას ემოციური და პიარული ერთდღიანი ან ორდღიანი ეფექტი კონდეს და მე რა, აი ასობით 1000 ადამიანს, რომელიც რუსთაველზე დგას, მე იმათ რა უნდა როგორ ჩან ზურაბიშვილიც არ არის ამაზე თანახმა, გუშინ თამარ ჩუგოშვილმა თქვა ჩვენს ეთერში, ეხა ის არ გულისხმობ, რომ ის ზურაბიშვილი სხმა არის, მაგრამ მომეჩვენა, რომ მისი პოზიციონირება იყო, თქვა, რომ აზრი არ აქვს იმის დანიშვნას, რასაც ვერ ჩაატარებ. თამარი კვიანი გოგოა. კი ბატონო. ლეგიტიმაცია ჰაერში გამოკიდებული ხელისუფლების მაგივრად მივიღეთ რეჟიმი, მოკეთ პირველ ფაზაზე საუბრობდით და საუბრობდით, რომ მეორე ფაზიდან შეიძლება ივანიშვილი წამოვიდეს საკმარისი წნეხის პირობებში. რა უნდა იყოს ეს საკმარისი წნეხი? პროტესტის გაგრძელება, სანქციების პოლიტიკის გაგრძელება თუ აი რა? აი შეხედეთ, პირველ რიგში მე და თქვენ, მე დროს ვფრთხილდები. პირველ რიგში მე და თქვენ უნდა მადლობა გადაუხადოთ იმ რიგით საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც უკვე თითქმის ერთი თვეა რუსთაველზე დგანან. იმიტომ რომ მათ გამო ჩვენ მივიღეთ ის შედეგი, რომ ლეგიტიმაცია არ არის, არაღიარება არის, სანქციების პროცესი დაიწყო და ეს ინდივიდუალური სანქციები გაგრძელდება იანვრის ბოლომდე. აგერ თქვენ და აგერ მე. მე ზუსტად იგივეს ვამბობდი და იმის შემდგომ მოხდა ყველაზე მძიმე სანქციები, როდესაც მთავრობის წევრები მაგნიცკის სიაში შეიყვანეს. ეხლა რა მოხდება ამის შემდგომ? რა თქმა უნდა, ამ პოლიტიკურ იზოლაციას მოყვება ეკონომიკური იზოლაციაც. აი მარტივ მაგალითს გეტყვით. აი მარტივ მაგალითს. რა თქმა უნდა. ეხლა უყურეთ და აქ ჩვენი როლი, ჩემი თქვენი აი ხალხის, რომელიც ქუჩაში დგას, ჩვენ დღეს როგორც ვიცავთ უკანონოდ დაპატიმრებულებს, ისე მოგვიწევს დავიცვათ მაგალითად ტყიბულის 100 მუშა, რომელიც უბრალოდ იმიტომ რომ პოლიტიკურად აქტიურები იყვნენ, დღეს გააგდეს სამსახურიდან. ეს რა ხდება? მარტივი რამე ხდება. ხელისუფლებას ხო უნდა რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს, ის ცდილობს კორუფციით მოპოვებული ლოიალობის ფასი გადაიხადოს და ვიღაცას, არ ვიცი ვინ არის ახლა იქ მფლობელი, გასარკვევია საერთოდ იქ მფლობელი ვინ არის. უბრალოდ იმიტომ რომ ადამიანი თავის აზრს გამოთქვამს, სამსახურიდან აგდებენ 100-ზე მეტ ადამიანს. მაშინ როდესაც ტყიბულში დღეს სულ რაღაც 600 თუ 700 მეშახტე მუშაობს. ზუსტად იგივე არის აგერ იმაში რა ქვია, აგ არის შაქრის იმას ადამიანები უბრალოდ იმიტომ რომ უყურეთ
ხელისუფლებამ იმისთვის რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს ვიღაც ბიზნესმენებს, ეგრეთ წოდებულ სპონსორებს მისცა იმის ლეგიტიმაცია რომ თავის რიგით თანამშრომლებზე უბრალოდ იძალადონ. ჩვენს ხალხის გვეყოლება დასაცავი, იმიტომ რომ არაფერი სხვაობა იმ ადამიანებს შორის, რომლებიც დღეს უპატიმროდ, უკანონოდ არიან დაპატიმრებული და აი, იმიტომ რომ ეს ყველაზე მოწყვლადი სოციალური ჯგუფები ფაქტობრივად ჩათვალეთ, რომ აი ამ კორუმპირებული სპონსორების ძალადობის მთავარი ობიექტი გახდებიან. ისევე როგორც ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ უვიზო რეჟიმის გაუქმება არ უნდა შეეხოს რიგით მოქალაქეებს და უნდა შეეხოს პერსონალურად, ზუსტად იგივეს ვიტყვით სულ მალე და ვიტყვით, რომ ის სპონსორები და ბიზნესმენები, რომლებიც ძალადობენ არა მხოლოდ სახელმწიფოზე და ქვეყნის ევროპულ მომავალზე, არამედ თავიანთ თანამშრომლებზე, ისინიც უნდა დასანქცირდნენ. იმიტომ რომ სხვანაირად ჩვენ გამოსავალი არ აგვაქვს, იმიტომ რომ ამას ყველაფერს მოყვება ისეთი შედეგი, რომელიც მიგვიყვანს სამოქალაქო დაპირისპირებამდე, რომელიც ჩვენ არ გვინდა. საპროტესტო აქციები ქვეყნის შიგნით და ასე ვთქვათ სანქციების პოლიტიკის გაფართოება, ეს ყველაფერი და ეკონომიკური კრიზისი, ეს ყველაფერი რაღაც ეტაპზე ივანიშვილს აიძულებს ჩანიშნოს ახალი არჩევნები. აგიხსნით რატომ? აი, მაგალითად, რაღაც მომენტში სულ მალე თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის, არ ვიცი, შეიძლება პარტიებისთვისაც, დადგება მარტივი საკითხი, რომ რას როგორ მოქმედებთ? იმიტომ რომ სულ რაღაც პერიოდში თუ არჩევნები, ახალი არჩევნები არ დაინიშნა, ხო? მოგვადგება ეგრე მუნიციპალური არჩევნები. რა აზრი ექნება მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობას? ან თუნდაც ახალ არჩევნებში მონაწილეობას რა აზრი ექნება, თუ საარჩევნო გარემო არ შეიცვალა და ეს მთავარი ინსტიტუტები პოლიტიკურად ნეიტრალური არ გახდნენ. ეს საკითხები ყველაფერი დღის წესრიგში დადგება და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ძალაუფლებას ხელისუფლება ვერ აკონტროლებს უკვე და ვერ აღასრულებს ქვეყნის მართვას, რა თქმა უნდა, მათ მოუწევთ დაჯდომა. მარტივია, დიანა, აი ამ გათვლებით მეორე ფაზაში უბრალოდ ქვეყნის ეკონომიკაში გაჩნდება, აი როგორ გითხრათ ახლა გასაგებ ენაზე, საკასო გარღვევა გაჩნდება. ფული არ იქნება საკმარისი. საიდან უნდა მოიტანხოთ? თქვენ გურიათ ივანიშვილის სახლიდან მოიტანს ამ ფულს? რა თქმა უნდა, შესაბამისად, იმიტომ რომ მოიტანს კი არა. აი ეს მოპარული კორუმპირებული ფული დღეს გააქვთ ქვეყნიდან და კაპიტალის უდიდესი გადინება მიმდინარეობს დღეს ქვეყნიდან. ეს ყველაფერი წნეხი, ამიტომ ვამბობ ჩვენ, რომ ჩვენ ყველაზე მოწყვლადი სოციალური ჯგუფების დაცვა და მათზე ზრუნვა დღესვე თუ არ დავიწყეთ და არ დავხუჭეთ თვალები, როგორ ასობით ადამიანს ყრიან დღეს სამსახურიდან, არაფერი არ გამოვა. ამიტომ მესამე, მეორე ფაზაში ეს შეკრებები, ახლა პოლიტიკური ლიდერების და რაღაც კომუნიკაცია დოკუმენტზე მუშაობა, როგორ მივდივართ არჩევნებამდე, მაინც ფიქრობთ, რომ დროს აჩქარება და გასწრება და ეს არ არის შეხედეთ მე რას ვფიქრობ? მე ვფიქრობ, რომ პირველი ამოცანა იყო და არის უკანონო დაპატიმრებულები, ესენი ადამიანები არიან, რომლებმაც მოგვიტანეს ის გამარჯვებები, რომლებიც დღეს გვაქვს. თქვენ ხო არ გონიათ დღეს, რომ ოცნება მართავს პოლიტიკურ პროცესს? ოცნება არაფერს არ მართავს. ოცნების დღის წესრიგით არაფერი არ მიდის დღეს. ოცნება მისდევს ამ დღის წესრიგს და ოცნება ეცდება ახალი წლის შემდგომ პოლიტიკურ დღის წესრიგზე კონტროლი აიღოს, რისი საშუალებაც არ უნდა მივცეთ და ჩვენ რომ ის გამარჯვება, რომელსაც შეიძლება ყველა მოქალაქე, რომელიც ყოველ დღე დგას რუსთაველზე, ვერ გრძნობს, ეს გამარჯვება დავანახოთ მათ, პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, ეს დაპატიმრებულები უნდა გავანთავისუფლოთ. ამის შემდეგ უკვე, შემდეგი მიზანი რა არის? შემდეგი მიზანი არის პირდაპირ, ეს არის რიგ გარეშე ან ახალი არჩევნები. ეს ამას როგორ უნდა მივახციოთ? უნდა მივახციოთ განგრძობადი, ეფექტური წნეხით. პოლიტიკა ხო არ არის კაცო, ჭორაობა იმაზე, ვინ რა ბრძანება უნდა გამოსცეს. პოლიტიკა არის ეფექტიანობის და ეფექტურობის პროტესტის შენარჩუნება. რამდენად აი ამ პროტესტის შენარჩუნებას ასევე სჭირდება რაღაც ემოციური ან კონკრეტული ხელშესახები, რასაც დაინახავენ ეს ადამიანები, რომ რაღაც ხდება ისეთი, რომ პროტესტში ყოფნას აზრი აქვს. მიზანი, შედეგი, ისეთი არა, მიზანი წაგება. აი რა შეიძლება ეს იყოს, აქ ახალი წელია, მესმის რომ ახალი წელიც დაიგეგმა ქუჩაში, მაგრამ ვეთქვით რა შეიძლება იყოს. მაგალითად პირველი ესეთი გამარჯვებები, რომლებიც ჩვენ ვერ დავაფორმულირეთ და ადამიანებს ვერ ვაზეიმებინეთ. ეს იყო რა თქმა უნდა არაღიარება. მეორე იყო სანქციების მთელი კასკადი. მესამე იყო შეფასებები სადამკვირვებლო მისიების უმძიმესი შეფასება ოდირის და უმძიმესი შეფასება აირაის. შემდეგი უნდა იყოს პატიმრების განთავისუფლება, უნდა იყოს ახალი წელი და კიდე ბევრი რამე უნდა იყოს. ივანიშვილი თუ გაათავისუფლებს ეს რა, თქვენ რა გონიათ კეთილია და იმიტომ გაათავისუფლებს? წნეხის გამო გაათავისუფლებს, რა თქმა უნდა. კი ბატონო, თქვენ წეხან ნახეთ
ასეთი რამ თქვით და მინდა იქ დაგაბრუნოთ, რომ ეხლა ივანიშვილის დღის წესრიგით არ მიდის პროცესიო. მაინც მინდა შეიძლება ამ თემაზე გვისაუბრია მე და თქვენ, მაგრამ 28 ნოემბერი ხო მისი ინიციატივა იყო. შეცდომა იყო. ხო, შეცდომა იყო, მაგრამ ხო მისი ინიციატივა იყო. მინიმუმ ის მაინც ხომ იცოდა, რომ თუ ერთ თვეს არა, ერთ კვირას მაინც ადამიანები ქუჩაში გაატარა. ამ ხელა შეიძლება არ ელოდა, მაგრამ რაღაც ტიპის ნებათა ხელვაზე ხომ იყო გათვლილი. მე რისთვის უნდოდა ეს? რატომ წამოიკიდა? რას ერჩის ამ ხალხს არ ვიცი. არა, უყურეთ. ეს არ გავუკეთებია. აღგზნების თეორია, რისთვის ჭირდება ეს ცეცხლს, რატო უმატებს? აგიხსნით რატომ? კი ბატონო. არ ყოფილა მიზანი ხალხის გაბრაზება. პირიქით, მიზანი იყო უბრალოდ შეცდომა მდგომარეობდა იმაში, რომ საპარლამენტო პირველი სხდომის შემდგომ, როდესაც დაინახა, რომ ხალხი არ იყო გაბრაზებული საკმარისად, რომ ბევრი ყოფილიყვნენ ქუჩაში, გადაწყვიტა ამ გზით მოეგვარებინა შემდეგი 4 წლის პრობლემა, იმიტომ რომ ძალიან კარგად იცის, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, განსაკუთრებით და მოლაპარაკებების გახსნის პროცესი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოლდოვას ექნება აშკარა პროგრესი, რა თქმა უნდა, ეს მუდმივად იქნებოდა ოცნების თავზე ესე ჩამოკიდებული დამოკლეს მახვილი. ამიტომ ჩათვალა უბრალოდ, რომ კომფორტის ზონაში იქნებოდა შემდეგი 4 წელი და ჩათვალა, რომ ეხლა აგერ უკვე ამათ არაფერი არ აქვს, ენერგია არ აქვს, არაფერი არა და ეხლა გავძვრები ახალ წლამდე რაღაცას გაიფაფხურებენ და გადავაგორებ. შეცდომა იყო ეს, უზარმაზარი შეცდომა იყო და დარწმუნებული ვარ, ეხლა ამ შეცდომას ერთმანეთს აბრალებენ. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ის განცხადება, რომელიც გაკეთდა, თვითონ ოცნებისთვის იყო უზარმაზარი შოკი. იმიტომ რომ ამას არავინ არ ელოდა. უბრალოდ ეს იყო რაღაც გაუთვლელი და მე მარტივ რაღაცას გეტყვით, ამას რომ არ მოყოლოდა საქართველოს რიგითი მოქალაქეების, აი ესეთი გულწრფელი და მწვავე პროტესტი, დღეს ჩვენ სულ სხვა პოლიტიკური რეალობა გვექნებოდა და იმის მაგივრად, რომ ჩვენ როგორც რიგითი მოქალაქეები ვიდგეთ იქ, სადაც უნდა ვიდგეთ და დღეში სამჯერ რაღაც შეხვედრებზე არ ვიაროთ, ეს უნდა ვაკეთოთ. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრებიც მნიშვნელოვანია. სხვათა შორის კი შეხვედრებიც მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, პოლიტიკური კომპონენტიც მნიშვნელოვანია, მაგრამ უნდა ვთქვა ჩემი დაკვირვება, ნებისმიერი ამ მარშიდან, საპროტესტო მსვლელობიდან, როდესაც ჩვენი ჟურნალისტები გვირთავენ იქ ადგილზე მყოფ, აი უცნობ ადამიანებს, რიგით მოქალაქეებს, პროტესტზე გასულ ადამიანებს, აი მათი სათქმელი, მათი კვალიფიკაციაც კი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე პოლიტიკური კლასის ნაწილის. გეთანხმებით და ამიტომ არ ვიცი, მე მგონი არ ვიცი, როგორ დავიმსახურებ ეს. ამ ხალხთან დგომა ბევრად უფრო მიჩემია ზოგიერთ შეხვედრაზე ჯდომას. ზოგიერთ ვაი პოლიტიკოსთან ერთად. და რა ვქნა ეხლა? ხვდებით, რომ პოლიტიკური კომპონენტი სჭირდება ამ პროცესს, არა? ამ პროცესს პოლიტიკური კომპონენტი, რა თქმა უნდა, სჭირდება. ეს პოლიტიკური კომპონენტი, რა თქმა უნდა, გაჩნდება. და ეს პოლიტიკური კომპონენტი უნდა დაიბადოს ამ პროტესტიდან და დაიბადება აგერ ნახავთ სამოქალაქო აქტივიზმი ისეთი ეფექტური როგორცაც ჩვენ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვხედავთ ნუ მე ვთვლი რომ ბევრ ევროპულ სახელმწიფოში ესე ეფექტურად ვერ იფუნქციონირებდა ესეთი ეფექტური მენეჯმენტი ვერ იქნებოდა აი ესე ჰორიზონტალურად გაშლილი და ასეთი ხანგრძლივი ნუ ეს ძალიან დიდი მიღწევაა და ამას გაფრთხილება ჭირდება მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო მე უდიდეს მადლობას ვუხდი თითოეულ ადამიანს, რომელიც ერთხელ მაინც იყო ამ აქციაზე. ერთხელ მაინც ეს ერთი და მეორე მინდა ვთქვა, რომ უაღრესად უფრთხილდები თითოეულ მათ, აი არ ვიცი, ემოციას, შიშებს, იმედებს. ჩვენ თუ ამას არ გაუფრთხილდით და ვეცადეთ, რომ ერთ დღეში ეს ყველაფერი აი ესე დავაკონვერტიროთ რაღაც გაურკვეველ ერთდღიან პიარულ ეფექტებში და შედეგებში ეს რა თქმა უნდა მიუღებელია. ეს არჩევნების ჩანიშვნა, როგორც ჩანს, არც პარლამენტის დათხოვნა, ასე ჩანს ყოველ შემთხვევაში, ერთი პერსონალური ინიციატივა დარჩება. თქვენ ახსენეთ რაღაცებს იზამს ახალი წლის შემდეგ, აი რის გაკეთება შეეცდება თქვენი გათვლით ივანიშვილი ახალი წლის შემდეგ. ვიდრე კრიზისი მას მიიყვანს ახალი არჩევნები დაეწევა ახალი არჩევნები. რა თქმა უნდა ეცდება იმ გამახიზიანებლების მოხსნას. უყურეთ, ან პირიქით, რა თქმა უნდა ეცდება იმ დაკარგული ინიციატივის დაბრუნებას. ეს ხო მთელი კასკადი იყო, ხო? ეს ხო იყო იქ ნაძვის ხე მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლო იყო ამ ყველაფრის, ხო? ეს იყო მთელი კასკადი, უბრალოდ ხელიდან გაშვებული დაკარგული ინიციატივის. დღეს ინიციატივა რუსთაველსია. და ოცნება არის რეაგირების, ასე ვთქვათ, მდგომარეობაში. ამიტომ არჩევნების შემდეგ
კი არა, ახალი წლის შემდეგ, რა თქმა უნდა ისინი ეცდებიან განსაკუთრებით ინაუგურაცია აქ რაღაცა ბოლს შექმნიან, რომ ეს პროცესი როგორმე კონტროლზე აიყვანონ. ჩვენი ამოცანა დღეს უნდა იყოს იმაში, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურა დავალაგოთ ისე, რომ მათ ეს ვერ შეძლონ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, აი მარტივად რო შეხედოთ, ხო? აი ეს მათი სიმტკიცე, რომ ტრამპი ყველაფერს გადაწყვეტს. დღეს უკვე შეიცვალა, რომ ტრამპი კი, მაგრამ ეხლა მთლად ტრამპზე კი არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული. ევოლუცია განიცადა ამ ფრაზამ, რომ როგორც ტრამპი იქნება ისე იტყვის, ისე ვიზამთ დავუჯერეს. სუვერენიტეტის გმირები უცებ როგორ გახდნენ, როგორც ტრამპი იზამს, ისე იქნება ამის თქმით. დიახ. და შესაბამისად ჩვენ უნდა დავიჯეროთ იმ ძალის და იმ ენერგიის, პოზიტიური ენერგიის, რომელიც დღეს რუსთაველზეა და ჩვენი თავი უნდა ჩავთვალოთ როგორც რიგითმა მებრძოლებმა მშვიდობიანი პროტესტი, სადაც უნდა ვიყოთ როგორც რიგითი მებრძოლები, იმიტომ რომ მე რწმუნეთ, რომ იქ ბევრ საქართველოს მოქალაქეში ინტელექტიც ბევრად უფრო მეტია ზოგიერთ პოლიტიკოსთან შედარებით და კიდე ბევრი რამე არის და სითამამე და თავდაბლობა და გმირობის პოტენციალი კიდე უფრო ბევრად მეტია. კი ბატონო, ივანიშვილის დასანქცირება, პერსონალურად ივანიშვილის, მას ღიას გახდის მოლაპარაკებისთვის, თუ პირიქით მას ჩაკეტავს და ავტორიტარიზმის გამყარების მეტ საფუძველს შეუქმნის. ანუ ივანიშვილის სანქციებს თქვენ ამ პროცესში ხედავთ როგორც ბენეფიტს პროტესტის, თუ როგორც შეიძლება საფრთხეს ქვეყნის? იმ კუთხით რაც გითხარით, რომ ის კიდევ უფრო ჩაიკეტება, გასასვლელი არსად ექნება და არ ვიცი, აი სხვა ტიპის ქმედებებს ეხება. არავინ არ იცის ეს. ეს არ იცის არავინ, იმიტომ რომ ეს დამოკიდებულია ბევრ რამეზე. რამდენად მზად არის ამ სანქციების, რამდენად მოასწრო რაღაც აქტივების. ეს არავინ არ იცის. ფაქტია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის დაჯილდოვებით და მისი იერარქიით აწევით და დასანქცირებულების ფინანსური ზიანის ბიუჯეტზე. ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ ხვალდაზე ეგ მაგაზე მე და თქვენ უნდა ვინერვიულოთ. აი ხვალ ივანიშვილი რო დაასანქცირონ. ივანიშვილი ხო არ არის ვახო გომელაური, ხო? 6 თუ 7 მილიარდი აქვს. ვინ უნდა აკომპენსიროს მე და თქვენ ბიუჯეტიდან? კანონი ფაქტობრივად თქვენს რომ ბიუჯეტი დააკომპენსირებს დანაკარგს ზიანს. აი ხა რო გამოვიდეს და თქვას რომ კრედიტ სუისის ეს ჩათვალოს როგორც სანქციები. ბიუჯეტიდან უნდა დაუკომპენსიროთ? აი ხო ხედავთ უკვე სად მივედით. ამიტომ აქ რაღაც გონივრულ ლოგიკურ ქმედებებზე საუბარი რთულია, მაგრამ მე რა შემიძლია ამაზე გიპასუხო? მე შემიძლია გიპასუხოთ, რომ მას შემდეგ რაც ეს ნაბიჯები გადადგა მაგნიტსკის სიაში ვახი გუმილაურის შეყვანის შემდგომ, მისი დაწინაურება, ღირსების ორდენი და ფინანსური ზიანის ბიუჯეტზე გადატანა, მან ფაქტობრივად მორალურად არასიზამს მისი სანქცირების შემთხვევაში. მან ფაქტობრივად თქვა, რომ მზადყოფნა გამოთქვა მთელი მთავრობის დასანქცირებისთვის. სხვას არაფერს არ ნიშნავს ეს. ეს უბრალოდ ეს არ ნიშნავს, აი უყურეთ კიდე რა თქვა ამით. ამით თქვა, რომ როდესაც ჩვენ გვეუბნებიან და გვატყუებენ, რომ აი ჩვენ ევროკავშირისკენ მივდივართ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან დავლაგდებით, როგორ უნდა დალაგდე? როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი გეუბნება, რომ ეს არის დამნაშავე ჩემთვის და დამნაშავე როა, ამიტომ ვუყინავ ამას და შენ ამბობ, რომ შენ რასაც უყინავ, მე ამას ყველაფერს ვაკომპენსირებ და პირიქით მე სამაგალითოდ ამას აწინაურებ. კი ბატონო. ეს ნიშნავს იმას, რომ გვატყუებ, ხო? გვატყუებ. მადლობა. გიორგი გახარია იყო ჩვენი სტუმარი, რეკლამის შემდეგ